გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე. დიახ, ჩვენი გადაცემა დღეს მიეძღვნება სწორედ იმ სოციალურ პრობლემებს, რომლებიც დღეს საქართველოში არსებობს და არის. ჩვენ გასაგებია ვართ პირდაპირ მობილიზებული იმისათვის, რომ როგორმე ამ ქვეყანაში დასტაბილურდეს მდგომარეობა და შესაბამისად ადამიანმა იგრძნოს თავის სრულყოფილ ადამიანად. ამიტომ არის ჩვენი გადაცემები, რომლებიც მიმდინარეობს და რომლებიც ჩვენ საზოგადოების წინაშე წარუდგებით, არის ხან პოლიტიკური, ხან ეკონომიკური და ფაქტიურად დღეს ვიძულებული ვართ, რომ ამ სოციალურ პრობლემებზე ვილაპარაკოთ და უთხრათ ჩვენ საზოგადოებას და უთხრათ ხელისუფლებას, განსაკუთრებით ხელისუფლებას, განსაკუთრებით ქართულ ოცნებას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ბატონ პრემიერს ირაკლი კობახიძეს. კარგია ყველაფერი, რაც კეთდება ჩვენი ქვეყნისათვის კარგი. კარგია ის, რომ კანონი კანონობს, კარგია ის, რომ ებრძვით კორუფციას, კარგია ის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოთ მშვიდობა და არ ჩავერთით უკრაინის ომში და ქვეყანას მიეცით სტაბილური პოლიტიკური მიმართულება. კარგია ის, რომ ქართველ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას აგრძნობინეთ თავი, რომ ის არის მისი ქვეყნის მკვიდრი და მისი უფროსი არავინ არ არის გარდა თავისა და თქვენს ხელისუფლებამაც უკვე ბრძოლობთ და შეეჭიდეთ იმ ძლიერ და იმ დიდ აგენტურულ ქსელს, რომელიც წლების მანძილზე ჩვენ ქვეყანაში მოქმედებდნენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ ერთობლივად თქვენთან ერთად იმისათვის, რომ დამსახურებულ ადამიანებს, პენსიონერებს, რომლებიც დღეს საკმაოდ ბევრია ჩვენ ქვეყანაში, მათმაც იგრძნონ თავის სრულყოფილ მოქალაქედ და სრულყოფილ ადამიანად. ადრე თუ გვიან თქვენს გავხდებით პენსიონერები და თქვენ სწორედ აღმოჩნდებით იმ პრობლემების წინაშე, რომელიც პრობლემების წინაშე დღეს ჩვენი პენსიონერები დგას და არიან და ჩვენ პენსიონერებს აქვს პრობლემები. დღეს ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ქალბატონი რუსუდან კოტაშვილი, ფსიქოლოგი და ამ ადამიანმა თავისი ინიციატივით დაიწყო პენსიონერთა უფლებების დაცვა. რამოდენიმე დღის უკან ქალბატონმა რუსუდანმა ორგანიზებულად გააკეთა აქცია ჯანდაცვის სამინისტროს წინ, სწორედ იმ პრობლემებზე და იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელი პრობლემატური საკითხები ჩვენი პენსიონერების წინაშე დგას. ქალბატონო რუსუდან, მოგესალმებით. მადლობა ჩვენთან სტუდიაში მოგზაურობისათვის. ქალბატონო რუსუდან, მართლაც მნიშვნელოვანი საკითხი არის რა ეს პენსიონერების პრობლემა. არაერთი პრობლემების წინაშე დგას ჩვენი პენსიონერები და მით უმეტეს ის დამსახურებული ადამიანები, რომლებმაც მართლაც თავის დროზე თავისი აგური დადოს ამ ქვეყნის აღშენებლობის საკითხებში, ხო? ეხლა მე არ მივაყენებ შეურაცხყოფას და არ ესე იგი რომ ეთქვი გამჩი სხვა კონტექსტში, მაგრამ არის კატეგორია ადამიანების პენსიონერების, რომლებსაც საერთოდ ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ მაინც იგი დამსახურებული ადამიანსა და იმ ადამიანის შორის არანაირი განსხვავება არ არის პენსიასთან მიმართებაში, ხო? ამის გარდა ქალბატონო რუსუდან არის სერიოზული კატასტროფული ფასების ზრდა აი ამ პროდუქტებთან დაკავშირებით. გარდა პროდუქტებთან დაკავშირებით ამავდროულად სხვა დანარჩენი პირველადი მოხმარების საგნებთან დაკავშირებით, მათ შორის სამედიცინო კუთხით, ხო? აი წამლებთან დაკავშირებით. ქალბატონო რუსუდან, თქვენ მართლაც დიდი აი რომ ეთქვი მისია აიღეთ თქვენს ამ ქალბატონმა თქვენს თავზე რა, რომ შეეჯახოთ სწორედ აი ამ ჩამყაყებულს უწოდებ იმ საპენსიო რეფორმას, რომელიც საპენსიო რეფორმას თავის დროზე გააკეთა სააკაშვილმა მეგრელიშვილის ხელით. ეს მეგრელიშვილი იყო საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი იყო და დღეს ეხლა იმ ძველი რეფორმით ხელმძღვანელობს ქართული ოსტება, როცა პირველ რიგში მას უნდა გადაედგა ნაბიჯი და რაღაცნაირად შეეცვალა ის მაშინდელი რაღაც დამახინჯებული საპენსიო კანონი, ხო? თქვენ ეხლა დღეს სწორედ აი ამას შეეჭიდეთ და რამდენად ეხლა ფიქრობთ იმას, რომ აი თქვენი ესეთი ორგანიზებული მოქმედება, მე მივესალმები იმას, რომელიც როგორც ერთ-ერთი მოქალაქე მხარს დაგიჭერთ ამ თქვენს ბრძოლაში და აუცილებელიც არის ეს ხელისუფლებასთან მივა ეს თქვენი მოთხოვნას, მარტო თქვენი მოთხოვნა არ არის, ეს საერთო პრობლემა და რამდენად აუცილებელია დღეს რომ ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით გადადგას ნაბიჯი და ის სამარცხვინო 20 ლარი, რომელიც შეურაცხყოფა არის პენსიონერის, არის თუ რა აუცილებლად შესაძლებელია ეს ყველაფერი.
იცით რაშია საქმე პრობლემა პენსიის სიმცირესთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობდა. და ადამიანებს ძალიან გაგვიჭირდა ეს 90-იანი წლის მერე, მას შემდეგ რაც დაინგრა კვლევითი ინსტიტუტები, ფაბრიკა ქარხნები, ხალხი უმუშევარი დარჩა და ძალიან გაგვიჭირდა ყველას. და მაშინ მე პირადად მე პენსიონერი არ ვიყავი, მაგრამ როცა გავხდი უკვე პენსიონერი, მე თვითონ შევეჯახე იმას, რომ ძალიან დაბალია პენსია და ამ პენსიით ცხოვრება ფიზიკურად შეუძლებელია. იმიტომ რომ ჯერ ერთი საპენსიო ასაკის ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. დავიწყოთ აქედან, რაღაცა ყოველთვის გაწუხებს, ხო? საპენსიო ასაკის კი არა, ახალგაზრდებს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. და პენსიონრის წინაშე დგება საკითხი, რომ არჩევანი გააკეთოს წავალს და საკვებს შორის, ანუ რა შეიძინოს, მიხვდით? საკვებიც საკმაოდ ძვირია. თან დღითი დღე იმატებს, ხო, ყველაფრის ფასი, აბსოლუტურად. ხორცზე ლაპარაკი ზედმეტია, პენსიონერი ხორცს ვერ იყიდის. დავიწყოთ აქ. რაც აუცილებელი ორგანიზმისთვის, რაც მით უმეტეს ასაკვანი ადამიანისთვის. დიახ, პენსიონერისთვის, სადაც უკვე ართრიტების და ართროზების ის რა ქვია, დაავადება უკვე იწყებს თავის ფუნქციონირებას და ვერ იღებს ვერანაირ ვიტამინს. პენსიონერი ხო? ნუ რაღაცა ისეთ საკვებს ეძებს, რომელიც არის შედარებით ხელმისაწვდომი. იქ წამალიც არის საჭირო. რა ქნას ახლა? წამალი იყიდოს, თუ მშიერი დაჯდეს, თუ შეჭამოს და წამალი არ იყიდოს. მიხვდით? აი ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. გიდ უშიფშილებას მოუკლავს, გიდ უწამლებას მოუკლავს. ხო, ამას ხო, ეს და იცით რაშია საქმე? მე რო გადავხედე სხვა ქვეყნების მონაცემებს, აი მაგალითად გერმანიაში 5 ევროს ფარგლებში არის წამალი, თუ 5 ევროზე მეტია, შენ იხდი ძირს მხოლოდ 5 ევროს. ახლა ნახეთ დანარჩენს თვითონ სახელმწიფო ანაზღაურებს, ნამდვილად ეს გავიგეთ, დიახ. და გადავხედე სხვა ქვეყნების მონაცემებს, მაგალითად ევროპის ქვეყნების მონაცემებს, სადაც პენსიონერები ახლა ჩვენ გვაყვედრიან, ვინ იყო აი ქალბატონი, აი უნდა ეს არის ქალბატონი ირმა ზავდარაშვილი. კი, ვიცი, დეპუტატია, ქალბატონი ქართული ოცნების დეპუტატია არის. რომელმაც აი ასეთი ახლა მინდა რომ წავიკითხო. რაც შეეხება 20 ლარის მომატებას, გარდა იმისა, რომ პენსია ფულადი სახით ემატება, ძალიან ბევრი დივიდენდებია პენსიონერებისათვის, რომელიც ფულში რო გადაიყვანო, უფრო მეტია ვიდრე ამ წუთას განსაზღვრული რაოდენობა. ახლა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში და სხვათა შორის რუსეთშიც სამგზავრო, ჩვენ რო გვაყვედრიან, რომ სამგზავრო გვაქვს 20 თეთრი, ხო? იქ სამგზავროდ ფულს არ იხდიან პენსიონერები, იცით? საერთოდ არ იხდიან. აი გერმანიაში არის. ეს მუნიციპალურ ტრანსპორტში, მუნიციპალურ ტრანსპორტში პენსიონერი ფულს არ იხდიან. საერთოდ არ იხდის. ეს ინგლისშიც სხვათა შორის. აქ 20 თეთრია და ეს არის. აქ 20 თეთრია, იმ 20 თეთრს გვაყვედრიან და სხვა საერთოდ არ იხდის, სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. ეს ერთი. მერე კიდე რა შეღავათები აქვს პენსიას, მაგალითად პენსიონერს მე თქვენ გეტყვით. აი აფთიაქში რო შედიხარ, კრიფავენ შენს პირადობას, ხომ? ნუ პენსიონერი ხარ, აი თქვენ დაგაკლდათ ისა რა ქვია, გადასახდელი თანხა და ვთქვათ 50 ლარის ნაცვლად იხდით 45 ლარს. გინდა 40 ლარი იყოს. ცოტაა. რა გიგატია პენსიონერისთვის ეს პენსიონერისთვის ძალიან დიდი თანხაა. ეხლა კიდე რაშია, იცით საქმე? მე ამოვიწერე მონაცემები, აი ძალიან მინდა რომ წაგაკითხოთ, ანუ საარსებო მინიმუმზე მუშაობს ჯგუფი. ჯგუფი, რომლებმაც დაადგინეს რომ 2025 წელს. ნუ ხა პირველ თვეში იყო 161 ლარი საარსებო მინიმუმი, მერე ნელ-ნელა იზრდება, ეხლა ამას არ ჩამოვთვლი რომ დრო არ დამკარგო და მე-11 თვეში საარსებო მინიმუმი არის 288 ლარი და 4
თვიდან თვემდე 288 ლარი. ახლა ნახეთ ჩვენ 350 ლარს ვიღებ მე პირადად ვარ 70 წლამდე პენსიონერი, ხო? იმის იქით ხო, ეს არის საკვების მიხედვით დაანგარიშებული, ხო? ამის იქით შენ საპონი არ გინდა, სარეცხის საშუალება არ გინდა. იცით რა, ფეხსაცმელი არ გინდა, ან თბილი კოფთა არ გინდა, რომ ქუჩაში გახვიდე? მართლა ეხლა დაძონძილებმა ვიაროთ? მე კვლევით ინსტიტუტში მუშაობდი და მე არა ვარ მიჩვეული ესეთ იმას, რა ქვია, ასეთ პირობებს, იცით? ახლა ძონძები და გავმათხოვდეთ. სირცხვილია, ეს ხო ქვეყნის სირცხვილია რა. ამის გარდა ქალბატონო რუსულან, ახლა თქვენ ჩამონათვალი გააკეთეთ ამ პროდუქტებთან დაკავშირებით, ჩასფასთან დაკავშირებით. რაღაც მართლაც პირადი ჰიგიენის საშუალებებთან დაკავშირებით, ხო, მაგრამ ამის გარდა კაცო, ამხელა დამსახურება გააქვთ ადამიანს სახელმწიფოს ემსახურეთ ამდენი წელიწადი, ხო? და ეს ქვეყანა ჩვენ მოვიტანეთ ახლა. რა თქმა უნდა, თქვენაერმა ადამიანებმა და ხო, ახლა კიდე რა მინდა, იცით, ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი არსებობს. მაგალითად, მე აი ამას წინათ ონკანი გამიფუჭა, რომელიც შუქი გამოგჭათ, გაზი გამოგჭათ, წყლის გადასახადი გამოგჭათ. კომუნალურ გადასახადები ცალკე თემაა კიდე, ცალკე თემაა. ეს კომუნალური გადასახადები სხვათა შორის მინიმუმი შედის ამ საარსებო მინიმუმში, რაღაცნაირად ყავთ შეყვანილი, მაგრამ გამიფუჭდა ონკანი. როგორ გავაკეთო? 100 ლარი დამიფასა ხელოსანმა. კი, ძვირია საკმაოდ ასწავლებელი. კიდევ მოხდა ის, რომ ჩემ პირადობის მოწმობას გაუვიდა ვადა, მომივიდა შეტყობინება, რომ თქვენ პირადობის მოწმობას გაუვიდა ვადა და გთხოვთ მოგბრძანდეთ და ეს გააგრძელებინოთ. ანუ 70 ლარი ჩდება. 75 პენსიონერებს არა გაქვთ შეღავათი? არა, სოციალურად დაუცველს აქვს შეღავათი, რომელსაც აქვს 70 ქულაზე ნაკლები და ქულა. მნიშვნელობას შესაძლებლობა მქონე პირს. ნიშნულობად. დიახ. ახლა ნახეთ, მე რომ ჩემი 350 ლარიდან 70 ლარი ხო უნდა გადავიხადო, 5 ლარი არის დაუშვათ ფოტო, აი ვაკონკრეტებ და 65 ლარი არის გადასახდელი, ხო? დამრჩება 280 ლარი, ხო ასეა? 288-იო მინიმუმიო, ბოლო თვის მონაცემებს ვამბობ, ხო? როგორ გადავიხადო? მე პირადობის მოწმობა ვერ ავიღე. მაპატიეთ, ამ ქალბატონს ხელფასი რამდენი აქვს? თვალწები 25000 ლარი აქვს. ამ ქალბატონს ახლა რამდენი აქვს მე არ ვიცი, მე არ დამითვლია, მაგრამ სამაგიეროდ მე გამოვთვალე პარლამენტის დეპუტატის საშუალო ხელფასი. იცით როგორ არის 1100 რაღაციდან არის 14600. ხა საშუალოდ რო ავიღოთ თქვათ 13000, კარგი 12500 იყოს, ხო? საშუალო პარლამენტარის ხელფასი 34-35 ჯერ მეტია. საშუალოდ ახლა მე გამოვიანგარიშე, როგორ იცი, 70 წლის ზემოთ პენსიონერებთან შედარებით და 70 წლამდე პენსიონერებთან შედარებით. იქ იყო 40 ჯერ მეტი, აქ იყო 30 ჯერ მეტი. მიხვდით მაგათი ხელფასი ვიდრე ჩვენი პენსია. საშუალო რო გამოვთვალოთ 35 ჯერ ნაკლებია პენსიონრის პენსია და ეს აი არ ვიცი, არც ერთ ქვეყანაში, აი მე ყველა ქვეყნის მონაცემები ვნახე. ეს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, არც ერთს. სხვათა შორის საშუალო პენსია ბევრ ევროპულ ქვეყანაში 2-ჯერ, 2.5-ჯერ ნაკლებია ვიდრე ხელფასი. და აქ საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვს. სხვათა შორის მე საჯარო მოხელეებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, არა იმას, რა ქვია, არა დეპუტატებს, ხო და აი იცით რა არის, ძალიან არის როგორ გითხრათ, არაკეთილსინდისიერად არის აი ეს ყველაფერი გაკეთებული და მოდი ახლა ჩვენ სიღრმისეულად ჩავწვდეთ და მე ახლა გეტყვით ერთ საინტერესო შეკითხვას დაგისვამთ, რადგან მე პირადად ჩემი თვალით და ჩემი ყურით მოვისმინე, ჩემი თვალით ვიხილე. მე გავხდით ბელორუსიაში და ამავდროულად მარტო ბელორუსიაში არა, მინსკში ვიყავი, ბელორუსიაში და იქ დავინახე დილის 6 საათზე ხანდაზმული ადამიანები მუშაობდნენ და აი ეს გამწვანების სამსახურში იყვნენ. ახლა ეთყობოდათ, რომ აშკარად პენსიონერები იყვნენ ისინი, და მე დაუშვით შეკითხვა.
შევეკითხე, მივედი რა, სასწაულმონა რომ გამოვედი და ვკითხე მათ რომ აი თქვენ ახლა პენსიონერები ვართო, პენსიას შევეკითხე, საკმაოდ კარგი პენსია აქვს. აი თქვენ ახლა ეს სახელმწიფო სამსახური სადაც კი მაგრამ სახელმწიფო სამსახურში რომ მუშაობთ ახლა პენსიონერი ადამიანები, პენსიას როგორ ღებულობთ? არაფერ ჩვეულებრივად ეს აი ჩვეულებრივი კანონში წერია პირდაპირ რომ ჩვენ პირიქითო სახელმწიფო ხელს გვიწყობსო. აი იმაში რომ თავაზობს სამსახურს პენსიონერებს რომ ჩვენ რაღაცინას გარდა პენსიისა გქონდეს სხვა დანარჩენი შემოსავალიო. აქ კიდევ საქართველოში ვიცით რომ თუ პენსიონერი დასაქმდა და გარკვეული რაღაც შემოსავალი აქვს და პენსიას უჩერებენ. ამავდროულად იგივე სიტუაცია სწავლობდი ვარშავაში მე. და ეს რამდენად ხო იცით რა აი განათლების სფეროში ვინც მუშაობს ის იღებს ხელფას ჩვენთან. განათლების სფეროს მუშაკები და კიდევ რა არის იცით აი ძალიან ხშირად ისმის ხოლმე ტელეეკრანიდან რომ აი ეხლა რაღაცა გზები უნდა გავიყვანოთ ეს გავაკეთოთ და არის სამუშაო ადგილები ახლა ჩემნაირი ხალი წავა გზის გაყვანაზე და მშენებლობაზე მე რას გეკითხებით იცი აი საქართველოში მე ასე ვიცი და მე ვიცი ძალიან ბევრი პენსიონერები, რომლებიც თავს არიდებენ სახელმწიფო სამსახურში სამსახურს. იცით რა, მე და რატომ იცი? პენსიას უჩერებენ. შემდგომ. ხო, მაგრამ იცით რა, საჯარო სამსახურში მათ იმდენი აქვთ ხელფასი, მე ვიცი, მე ამაშიც გავერკვიე, რომ რა თქმა უნდა ურჩევნიათ ის ხელფასი დაიტოვონ. მაგრამ ახლა ნახეთ, ის პენსია ხომ ისი დამსახურება არის? კი, გასაგებია. ხო და სახელმწიფო ხო საქმეც იმაშია. არ უნდა შეუჩეროს კაცო ამ ადამიანს. არა, არ გეთანხმებით რატომ იცით, რომ ისა რა ქვია, მისი დამსახურება, ანუ დამსახურების მიხედვით ხო არ ინიშნება ახლა. არა, ასაკის მიხედვით. ეს არის მოჭრილი ტარიფივით არის, რომელიც აბსოლუტურად ყველა პენსიონერს ეხება. შენ გიმუშავი არა, მე გაგიკეთებია დიასახლისი ხარ თუ რაზეც გიმუშავი არ აქვს მნიშვნელობა. ან რამდენი წლის ან ქუჩაში იყავი ბირჟაზე იდეგი თელი ცხოვრება. ყველა ერთნაირ ხელფას იღებს. აი მას ხო უნდა ქონდეს რაღაცა განსხვავება ხომ? რა თქმა უნდა იყოს, იმიტომ რომ თქვენც ბრძანეთ და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც მოვიტანეთ ეს ქვეყანა, ჩვენი შრომით, ჩვენი ღვაწლით, ჩვენი მეცადინეობით, ხო? და ასე შემდეგ. სხვათა შორის, აი რისი თქმა მინდა, იცით, აი ეს სისტემა რო დაინგრა საბჭოთა კავშირი, ხო? პირადად მე ძალიან ბევრ ისა რა ქვია, ვაკანსიაზე იმაშვებოდი, ვავსებდი ჩემ მონაცემებს, მაგრამ მე არ მიმიღეს. იმიტომ რომ პენსიონერი ხარ. არ ვიყავი მაშინ პენსიონერი. არ ვიყავი. ეს დამოუკიდებელ ქვეყანაში. სამსახურში მიღებაც არის ვიღაცა შენი ნათესავი ან პატრონი უნდა გყავდეს. ანუ შენს კვალიფიკაციას საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. არა და იცით რაშია საქმე, რომ პენსიონერებს აი თითქოს გვატყუებენ, იცით, აი ისიც რომ თქვათ 20 ლარი მოგვიმატეს, ერთმა ქალბატონმა თქვა აღარ მახსოვს, სადღაც რიგში ვიდექი, რომ 1 კილო ყველის ფული მოგვიმატესო და მეორემ თქვა, რომ ქალბატონო ყველანაირი ყველი არ მოგივა 1 კილო, ძვირიანი ყველსო ვერ იყიდიო და აი ეს 20 ლარი იყო ბოლო წვეთი იმისა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ აქციის მოწყობა. ეხლა რაშია საქმე ქალბატონ რუსუდან? ეხლა მე ვიცი რომ უფრო რაღაცნაირად 20 ლარზე მეტი განისაზღვრა პენსიონერთან. არა, 20 ლარი მოემატათ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს და 70 წლის ზემოთ გონი 45 ლარია მომატებული. ეს 20 ლარი რამდენად ეხლა ეტყობა პენსიონერის კალათას და რამდენად შეიძლება რომ ამ 20 ლარით პენსიონერმა იგზნოს თავი თუნდაც იმ მიმართულებით რომ მან სრულფასოვნად იყიდოს ის წამლები რომელიც მას ჭირდება. 20 ლარად ვერაფერს ვერ იყიდი დღეს. ის კი არა ახალი წელი ახლოვდება. სხვათა შორის აღარ მახსოვს რომელ ქვეყანაში, გონი ნორვეგიაში. რა წავიკითხე, იცით რომ ნოემბრის თვიდან ესე იგი რაღაცა შეღავათები არსებობს, გაორმაგებულ იმას აძლევენ, რომ ხელფას რომ საახალწლოდ მოემზადონ, წარმოგიდგენია?
და ახალი წლის წინა დღეებში ზოგადად ეს თქვენც იცით და ყველამ ვიცით რომ პროდუქტზე ფასი იმატებს და რა თქმა უნდა ეხლა ყველა ადამიანს უხარია ახალი წელი და ყველას გვინდა რომ რაღაცა შევიტანოთ ოჯახში აღნიშნოთ ხო და რა უნდა შეიტანო აგერ გოზინაყი ეს ჩვენი ტრადიციული ეს საახალწლო ხო მისალოცი ეს რა ღირს 40 ლარამდეა ხო 1 კილო ხო საცივს ვერ გააკეთებს ალბათ პენსიონერი არ ვიცი როგორ მე კიდე იცით რა არის აი ძალიან მინდა ამას ხაზი გაუსვა პარლამენტის დეპუტატის ან დაუშვათ ბიზნესმენის დედა იმ მდგომარეობაში არ არის რა მდგომარეობაშიც არის დღეს მაგალითად მარტო ხელა პენსიონერი ან მარტო ხელა ცოლქმარი ხო არიან რომ აი შეაბერდნენ ერთმანეთს უშვილო ცოლქმარნი იყვნენ ხო და შეაბერდნენ ეს ერთმანეთს და რა უნდა ქნანი მათ აი რა ესეც უნდა იქნეს გათვალისწინებული იცით რომ ვთქვათ ოჯახში როცა ოჯახში ცხოვრობს პენსიონერი იქ ნაწილდება იგივე კომუნალური გადასახადების თანხები ნაწილდება ვთქვათ 5 ცხოვრობს 6 გინდა 4 სული ხო და ვთქვათ გადასახადი არის 200 ლარი ხო თითო სულზე უწევს 50 ლარი და როცა მარტო ცხოვრობ ნახეთ ის 200 ლარი ამ მარტო ხელამ უნდა გადაიხადოს ან ცოლქმრის შემთხვევაში 100 ლარი მოუწევთ მიხეთ აი იმდენი ნიუანსებია იმდენი რამე უნდა გაითვალისწინო აი საზღვარგარეთ მაგალითად მარტო ხელებს ისა რა ქვია პენსია მეტი აქვთ ვიდრე ვთქვათ ოჯახში ცხოვრებ პენსიონერს ეს ნამდვილად ვიცი ეხლა რა ხდება ნახეთ ჩვენ ახლა კომუნალურ გადასახადებს შევეხეთ და თქვენ ბრძანეთ რომ რაღაც გარკვეული სუბსიდიები არსებობს ხო კომუნალურ გადასახადთან მიმართებაში პენსიონერთან მიმართებაში ხო პენსიონერებთან არა სოციალურად დაუცველებთან შედარებით არსებობს და არა პენსიონერებთან პენსიონერებში არანაირი აბსოლუტურად არანაირი შეღავათები არ არსებობს ანუ ნახეთ ეხლა პენსიონერებზე არსებობს წამალზე ხო რაღაც თვითონ მარტო ოთხშაბათს და პარასკევს როცა არის ფასდაკლების დღეები კი არ გეკუთვნითო თქვენო ნაკლებაშიო წამლის აღებაო არამედ ყველა დღეს გეკუთვნითო ნახეთ ეხლა დაუშვათ ზაფხულში ეხლა იმდენი ხელა გადასახადი არ მოგდის არც გაზზე და არც შუქზე ხო ხო და მაგრამ ნუ სადღაც ალბათ 50 ლარი იქნება საერთოდ მთლიანობაში ტელეკომუნალური გადასახადები ზაფხულში მაგრამ ზამთარში როდესაც ასეთი სიცივეები არის ზამთარში როდესაც გასამაგებული არის ეს ხარჯები სადღაც 200 ლარი არც იყოფა არც ეყოფა 200 ლარი პენსიაც კი არ ეყოფა სრულყოფილად რომ პენსიონერებმა სითბო და რაღაც გარკვეული რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში რასაკეთებს პენსიონერი ანუ იყინება პენსიონერი და ანუ იყინება პენსიო ჩვენ მაგალითად ეხლა ვისაც გაგვიჭირდა და ვინც სამსახურები დავკარგეთ ყველაფერი გავყიდეთ აბსოლუტურად მე ხა ოქრო აღარა მაქვს სახში და ოქრო კი არა ერთი სახლი იმას ვქენით ნაკლებინაში გადავედით მე ისევ ნაკლებშია ვისაც გვიჭირს ვინმე შეგვეკითხა როგორ ცხოვრობთ არ არის ესე იცით რა მე ეს სოციალური ინსტიტუტი რომელიც არსებობს რომელიც ეკუთვნის ჯანდაცვის და სოციალურყოფის სამინისტროს ძალიან არასწორად ანაწილებს ამ ყველაფერს და არა გეგმიურად არ არის დაცული ჩვენი უფლებები არანაირად არ არის დაცული ეხლა კიდე რას მინდა მიუბრუნდა იცით მე წევან გითხარით რომ გერმანიაში მეთქი 5 ევროზე მეტი როცა არის წამალი იხდი მხოლოდ 5 ევროს ხო და ესო არა მარტო პენსიონერებისთვის არისო ყველასთვისო ესე იგი მე იმის თქმა მინდა რომ წამალი ბევრად იაფიღირს გერმანიაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ხო ევროპაში ვიდრე საქართველოში და ძალიან ბევრ ქვეყნებში სხვათა შორის მე გამიგია რომ აი ინგლისში რაღაცა წამალი უფრო იაფიღირს ვიდრე საქართველოში თითქმის ყველა ქვეყანაში რა ხდება ამ წამლებთან დაკავშირებით არსებობს ეს ნარკომაფია როგორც იძახიან ძალიან დიდი ბოდიში ამ გამოთქმით არ მიყვარს ლანძღვა და ცუდად მოხსენიება მაგრამ იქნებ მართლა არსებობს ეს ფარმაკომაფია საქართველოში არსებობს გეთანხმებით ეს ფარმაკომაფია არსებობს საქართველოში და ერთეულები
დიდდებიან პენსიონერების ხარჯი. ეს მე ხმამაღლა შემიძლია თქვა და მე მინდა ხელისუფლებას უთხრა და უნდა ვისაც ეს ხელი ეწიფება, ხო? მათმა უნდა ეს გაითვალისწინონ და ქალბატონი პრუსუნაია, რომელიც დღეს სახა ჩვენთან არის აგერ სტუდიაში და მართლაც მეცნიერ მუშაკი ქალბატონი, ფსიქოლოგი, მეცნიერ მუშაკი, ადამიანი, რომელსაც მართლა შექმნა ამ ქვეყანაში და სწორედ ასეთი ადამიანების მხრებით მოვიდა ეს ქვეყანა. დღემდე ამათ ნაშრომებს ყიდიან და ამით ახართ ისევ დღეს და ასეთი ადამიანებით არსებობთ, ხო? და მიხედეთ ამ ფარმა მაფიას მიხედეთ ეხლა კი ბატონო ირაკლი კარგი არის რომ რაღაცეერად უკვე თქვენ გადადგით ის ნაბიჯი და უკვე ამ პროდუქტების ხელოვნურად დასთან დაკავშირებით დღეს გააკეთეთ ეს განცხადება და დღეს უკვე მიეცა ადამიანს იმის იმედი და იმის საშუალება რომ თუკი თქვენ ამას მართლაც მოკიდებთ ხელს და იმ ხელოვნურად გაზრილი ფასები რომელიც არსებობს პურზე, შაქარზე, ბარილზე და სხვა დანარჩენ ყოველდღიურ საჭირო პროდუქტებზე, ხო? და ამას გააკონტროლებთ, ეს ძალიან კარგი იქნება. და დღეს გამოვიდნენ ქალბატონო რუსულად ეს ისინი, რა ქვია, მე არ ვიცი ეს ადამიანები არც არაფლად რომ აბსოლუტურად არ არგიან ამ ქვეყანას რა. ეხლა მთავრობა არის, მთავრობის პრეროგატივა არის სწორედ ასეთ პრობლემებს მიაქციოს ყურადღება ფასების დასა და გამოდიან დღეს ეს პარტიებს ვერ უწოდებ ოპოზიციურ პარტიას, მაგრამ ნაციონალებს თემას და ერთიავე ატეხეს ეხლა რომ ეხლა იწყებენ სუპერმარკეტების რეკეტსო. სუპერმარკეტების რეკეტსი არ იწყებენ. იმ კომპანიებთან მიმართებაში აქვთ და უფლება აქვთ გააკონტროლონ, რომელი კომპანიებიც ხელოვნურად ძიან ამ ფასებს, ხო? და შესაბამისად რა, მე ვნახე ფასები სხვათა შორის კარფურში დათუნია კამფეტი, რომელიც ადრე იყო 69 ლარი ეწერა. წარმოგიდგენიათ 1 კილოს. ვინ იყიდის? ალბათ პარლამენტის დეპუტატი, ხო? მით უმეტეს ასახში ადამიანი არის შესული. მე ვიფიქრე ეხლა მე რომ 200 გრამი ვიყიდო 6 ლარი და 200 გრამი ალბათ რამდენი მოვა 1-4-5 წელი. და კიდევ რა მინდა გითხრათ, იცით? ძალიან ხშირად ამბობენ რომ ბევრნი არიან პენსიონერებიო 750.000-იო თუ 800.000 ახლა ზუსტად არ ვიცი მე რიცხვი რომ ვითომ საქართველოში ბევრნი არიან და აი ამ თანხები არ ყოფნითო მაგრამ მე რო გადავხედე სტატისტიკას ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ძალიან ბევრი ყაზახეთში თურმე 2 მილიონი ნახევარია. იმაზე მეტი ჩვენთან რო არის. 3-ჯერ და 4-ჯერ მეტად აღემატება. ბევრად იტალიაში ძალიან ბევრი პენსიონერია, საბერძნეთში კიდევ ძალიან ბევრი. მაგრამ მათი უფლებები დაცულია და კიდევ ვიცით რა ხდება, რომ ადამიანი რო შრობობ, ხომ ერე გინდა დაისვენო და ჩვენ წარესიბერე გამოგვდის ფაქტიურად, თუ ევროპელი პენსიონერები მოგზაურობენ, თვალწალს ალევინებენ. საკმაოდ ბევრი. მე ხა კულტურულ ქალად მიმაჩნია თავი და თეატრი მიყვარდა ყოველთვის და მე თეატრში ვერ წავალ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ არის ბილეთი ძვირი. ერთი ხანობა სხვათა შორის იყო პენსიონერებისთვის, ისა რა ქვია, თეატრის ბილეთის ზე შეღავათი და რამდენჯერმე ვისარგებლე. ჩვენც ადამიანები ვართ, ხო? იცით რა არის ქალბატონო რუსუდან? არის ამ კულტურაზე უკვე აღარ არის ლაპარაკი, აქ არის უკვე გადარჩენაზე ლაპარაკი, ხო? მაგრამ მე ახლა ამას იმიტომ ვიძახი, რომ უცხოეთში კულტურასაც ეზიარებინა ან პენსიონერები და კიდევაც იკვებებიან მშვენივრად და ჩაისმევენ, დაიხურავენ, მოგზაურობენ და იხალისებენ სიბერეს. არის ახლა ქვეყნები და ძალიან ბევრი ქვეყნები, სადაც ადამიანს უხარია პენსიაზე გასვლა. უხარია. დიახ. საქართველოში კიდევ გვეშინია პენსიაზე გასვლა. პენსიაზე რო გავალთ, მორჩება ამით ყველაფერი და იმსხრევა უკვე პენსიაზე მყოფი ადამიანის ცხოვრების გზა, რომელიც უნდა გაიაროს შემდგომ ამ ადამიანმა. და ეს არადა პირიქით უნდა იყოს. იმიტომ რომ მე რეჭიდება ადამიანს ყურადღება. რა თქმა უნდა, რომ ხო ამბობენ რომ ეს არის მოწყვლადი ჯგუფი. მოწყვლადი, ეხლა შემოვიდა ეს ტერმინი სხვათა შორის, რომელიც ნიშნავს დაჩაგრულს უსურს, ხო? აი ეხლა ერთ რამეს ვიტყვი და ამას წინათ ვფიქრობდი სხვათა შორის, რომ ეხლა შემოვიდა კიდე ძალიან ბევრი ბარბარიზმია შემოსული და მათ შორის არის შემოსული ბულინგი სიტყვა, რომელიც ნიშნავს ჩაგვრას. და რადგან ჩვენ საქართველოს პენსიონერები, ხო, დღეს ვართ დაჩაგრული ფენა.
ხო? ესე იგი, ჩვენს მიმართ ახორციელებენ ბულინგს, მე ამ სიტყვას იმიტომ ხმარობ, რომ ხელისუფლების ყურამდე მივიდეს. ისინი ბულინგს ახორციელებენ ჩვენს მიმართ და როგორ ამას ეს სამართლებრივად კარგი ის მოიყვანეთ ახლა თქვენ და სხვათა შორის ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა. აი ბულინგი, ეს ჩაგვრა, ეს ყველაფერი მე ასეთ ფაქტს მაგალითად ერთ რამოდენიმე დღის უკან შევესწარი და თელ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ხანდაზმულ ადამიანმა, რომელსაც გაიარა რუსთაველზე მამაკაცმა, პენსიონერმა, როგორ წაესიენ ეს ახალგაზრდა ბავშვები და როგორ შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რა ერთმა კიმა დაარტყა, მოღალატე უხსენეს, რა ვიცი, აგინეს, ყველაფერი აბსოლუტურად ამ ადამიანს, რომელი ადამიანიც არის აუცილებლად დასაფასებელი, ხო? ხო და აი არც არანაირი რეაგირება არ მოუხდენია სახელმწიფოს ამ ფაქტთან დაკავშირებით, რა. კი ბატონო, და კიდე რას დავამატებ, იცით, რომ აი კარგი საკითხი წამოჭერით თქვენ, რომ ჩვენ განვიცდით, მე არ მიყვარს ბარბარიზმის ხმარება და სულ ამ ქართული ენის სიწმინდისთვის ვიბრძვი, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, ჩვენ განვიცდით ბულინგს არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, არამედ ახალგაზრდებისგანაც განვიცდით. განვიცდით, იმიტომ რომ ჩვენ რო ტრანსპორტში ავდივართ, ჩვენ ადგილს არავინ არ გვითმობს აბსოლუტურად. მე კი არა იმ დღეს ვფიქრობდი, კაცო, ჯანდაბაში ჩემი თავი ორსული ქალი ამოვიდა ბავშვით ხელში, პატარა ბავშვი ხელში, და ძალიან დიდი მუცელი ქონდა. არც ერთი ახალგაზრდა არ ადგა. ავდექი და ავდექი მე. აბა რა უნდა მექნა. სამწუხაროა, ხალხო, სამწუხაროა. იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოს ბრალი. აი მე პირდაპირ ვადანაშაულებ სახელმწიფოს აი სწორედ ასეთი მიდგომებით პენსიონერთა მიმართებაში. ეს მე მაგალითად სკოლაში მასწავლიდან როგორ უნდა მე მიუდგე და მოვექცე ჩემზე უფროს ადამიანს. რა, ესე იგი ყურადღების ქვეშ უნდა მყავდა ეს ამას მე მასწავლიდან სკოლაში. მე ვხედავდი იმას, რომ როდესაც დავინახავდი ჩემზე უფროს ადამიანს, ხო, მისთვის მოწიწებით უნდა შევხედროდი მას, ავტობუსში ვიქნებოდი ადგილი უნდა დამეთმო, იქ იქნებოდა ყურადღების ქვეშ უნდა მყოლოდა. ეს არის განათლების სისტემა, რომელიც არის დღეს თავდაყირა ამოყირავებული და დღეს ისევ სოროსის რეფორმებით მუშაობენ და იმიტომ არის რომ ახალგაზრდები არიან ამ მდგომარეობაში პენსიონერთა მიმართებაში და აუცილებელია სახელმწიფომ რაღაცნაირად გადადგას ნაბიჯი ამასთან მიმართებაში, რომ სრულყოფილად უნდა იგზნოს. და კიდე ვიცით რა არის, კარგი პენსიონერი ის არის, დაჩაგრულია, ხო? რატო ჩაგრავ ორსულ ქალს? რატო ჩაგრავ პატარა ბავშვს? შენ სკოლაში არ უნდა ასწავლო, შენს მოწაფეს, რომ კარგი მოხუცებულს თავი დავანება, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, იცით? ძალიან ცუდია, მე ძალიან ცუდია, მაგრამ პატარა ბავშვს რო ადგილს არ უთმობ, ისიც ხო უსუსურია რა. აი ისიც ხო უსუსურია და კიდე იცით რა არის, რომ აი ერთხელ მაგალითად ქალმა შენიშვნა მისცა ახალგაზრდა ვარს, რა გაგვიწყალეთო გულიო ამ ახალგაზრდამ თქვა და მე მიუბრუნდი შვილო მეთქი უნდა წარმოიდგინო მეთქი რომ ეს შენი დედაა. აბა წარმოიდგინე მეთქი რომ შენი დედა დგას ფეხზე, არ არის კარგად და ახალგაზრდა ზის. აი ყველამ უნდა წარმოიდგინოს თავის თავი, იცით? ბოლოს და ბოლოს 10 მცნებაში მეხუთე მცნებაა პატივეც დედასა შენსა და მამასა შენსა, რათა კეთილი გეყოს და დღეგრძელიყო შენო და რა ვიცი, არც 10 მცნება კიდევ რა არის, იცით? ადგილს ხო არ გითმობენ და ეკლესიას რო დაინახავენ პირჯვარს იწერენ. ფარისევლები. ანუ არიციან, ხო, იცით რატო? პატივეც დედასა შენსა და მამასა შენსა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ შენ მშობელს ძე პატივი. ყველა მოხუცებული, ყველა ასაკოვანი შენი დედაა. და შენი მამა, ყველა ბავშვი, რომელიც ტრანსპორტში ამოდის, ის შენი შვილია, შენი შვილიშვილია. აი ეს შეგნება დაიკარგა ჩვენში. გას მეკეთახმებით ქალბატონ რუსუდან და იმიტომ რომ მე კიდევ განმეორდები, ჩვენ გარდა სკოლისა, კაცო, ოჯახებში გვასწავლდნენ ამას. რა თქმა უნდა, მშობლები პირველ ყურადღებას აქცევდნენ აი ამ შვილების იმ საქციელს. აღზრდას. ყოველდღიურად ჩვენში იყო ის მუშაობა, რომ როგორმე აი მიმართულებით ყოფილიყო მისი შვილი დადებითი, ხო? სკოლიდან მოხვიდოდი და ამას გასწავლდნენ სახლში უკვე, ამასაც ახლა აღარ სკოლაში ისწავლება, აღარ ოჯახებში. ოჯახური სისტემები დაინგრა.
ქვეყანაში. დაინგრა იცით რატო დედა წავიდა სამუშაოდ საზღვარგარეთიდან და დედა აღარ საქართველოს დედა დაკარგა და დედა ხო იცით ბურჯია ოჯახის ბურჯია ეხლა რამედა გითხრათ და შეგეკითხოთ ეს აუცილებელიც არის რადგან ეს ყველა პენსიონერის წინაშე დგას ეს პრობლემა ნუ ახლა თქვენ კარგად მოგეხსენებათ ჩვენ ქვეყანაში ეს ოფიციალური საბანკო სისტემა ყაჩაღი ეს არიან ყაჩაღები ყველა ბანკი რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში მოქმედებს და ეს არ არის ქართველი ერის ინტერესების გათვლილი ბანკი ეს არის ყველა უცხოელი ბანკები რომლებიც ძარცვავენ და რომლებიც ყაჩაღებენ საქართველოს მოქალაქეებს და ამავდროულად პენსიონერებს ლიბერტი ბანკი რომელმა ბანკმაც ეს არის საშინელება კაცო გეშინია რომ პენსია წინასწარ გამოიტანა მე ხა მაქვს რაღაც გარკვეული ინფორმაციები ძალიან ბევრი პენსიონერი არა მეც მქონდა ვალი გამოვიტანე რომ დამჭირდა და მე პენსიიდან მეჭრებოდა რამდენი პროცენტი არის საერთოდ დღეს ეხლა აღარ მახსოვს დღეს რამდენი პროცენტია ზუსტად მაგრამ საკმაოდ დიდი პროცენტია არის და რო თუ დაუშვათ მართლაც არის ხო ხანდახან შემთხვევა რომ გინდა რომ 13 თვის და 4 თვის პენსია გამოიტანო წინასწარ მაგრამ შეიძლება წლები გადის და ვერ ღებულობ ამ პენსიას ხო მაგრამ იცით კიდე რაშია საქმე ევროპულ ბანკებში არ არის ამხელა პროცენტი როგორიც არის საქართველოს ბანკი ლიბერტი ბანკი რომელიც ყველა ბანკი არა ეს ყველა ბანკი ლიბერტი ახლა რადგან ეს ლიბერტი ბანკი პენსიონერების არის და ლიბერტ ბანკიდან არაერთხელ იყო სხვათა შორის ეს მითითებები და თხოვნა რომ როგორმე ეს საპროცენტო განაკვეთი და პენსიონერთა მიმართებაში მაინც დააწიონ ქვემოთ რატო უნდათ რომ ამ გაჭირვებული და ამ ხანდაზმული ადამიანების კისერზე გამდიდდნენ რა არის ეხლა მათთვის არაფერი არ არის ის რომ პროცენტები დაწიონ ხო ეს ხო პრობლემა არის კაცო და ამას ხო უკვე სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ეს ყველაფერი და სახელმწიფოს პრეროგატივაა და აუცილებელი არის და თქვენ ალბათ ეხლა მე რამენა შეგეკითხოთ კიდევ იცი აი თქვენი ის პირველი ნაბიჯი რომელიც თქვენ პირველი ნაბიჯი გადადგეთ და რაღაც საინფორმაციო აქციის სახით გააკეთეთ ჯანდაცვის სამინისტროს წინ იყო თუ არა რაიმე გამოხმაურება ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოხმაურება არ იყო მოხდა ისე რომ რამდენიმე პენსიონერმა მთხოვა რომ იქნებო რაღაცნაირადო დავწეროთო Facebook-შიო პოსტიო და მესაო მოუწოდოთო პენსიონერებს რომ გამოვიდეთო და მოვითხოვოთო ჩვენი უფლებების დაცვა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ჯანდაცვის და სოციალურყოფის სამინისტროსთან შევკრებილიყავი და გაგვეხმიანებინა ჩვენი გასაჭირი ასე ვთქვათ. ხო, ჩვენ გავახმიანეთ ალბათ მაინც გაიგეს ის იმიტომ რომ არ არსებობს ახლა შენ მუშაობ შენობის წინარი აქცია იქ მიკროფონიც იყო და ვიდეო გადაღებაც რომ არ გაეგოთ მაგრამ რა თქმა უნდა არ იყო გამოხმაურება არანაირი და მე ვფიქრობ რომ არც იქნება თუ ჩვენ არ გავაქტიურდით აპირებთ გამიმართულებით გააქტიურებას? ჩვენ ვაპირებთ გააქტიურებას, იმიტომ რომ სამაგიეროდ ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოგვეხმაურნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან ბევრი პენსიონერი რაიონებიდან, ქალაქიდან, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ ჩვენ ეს აქცია ისა რა ქვია, მოვამზადეთ, თუმცა ერთი თვით ადრე მქონდა დაანონსებული, რომ აქცია გაიმართება, ნუ მაგრამ ვერ გაიგეს სხვადასხვა მიზეზების გამო, ძალიან წერენ მე პირადად რომ კალბატონო რუსუდან ძალიან გთხოვთ დაანონსეთ აქცია ჩვენ აუცილებლად გამოვალთ მწერენ კახეთიდან ჩამოვალთ სხვათა შორის ბათუმიდან დაწერა რამდენიმემ რომ ჩვენთანო არ გაიმართებაო ჩვენთვისაცო ეს არისო პრობლემაო და ჩვენც გვინდაო ამაში მონაწილეობა მივიღოდო ასე რომ შეიძლება აი ამ აქციამ საბოლოო ჯამში მასშტაბური ხასიათი მიიღო. იცით რა არის კალბატონო რუსუდან ახლა გარდა იმისა რომ თქვენ აქციებს აანონსებთ და ჩაატარებთ ეს კი აუცილებელიც არის და საჭიროც არის რომ დაინახოს საერთოდ ხელისუფლება იქნება თუ ვინც იქნება რომ ეს კატეგორიის ადამიანები დღეს რეალურად ამ პრობლემების წინაშე დგას და არის ხო ეს ასეც არის და ეს ჩვეულებრივი წესი არის ეს მაგრამ ამის გარდა ხوار აპირებთ რაღაც გარკვეული ჯგუფის საინიციატივო ჯგუფის შექმნას რომელიც საინიციატივო ჯგუფიც იქნება გარკვეულ კომუნიკაციაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვაპირებთ აუცილებლად მე
იმ აქციაზე, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ 28 ნოემბერს, გავაცხადე სხვათა შორის ვიდეოში არ გამოჩნდა ეს ჩემი განცხადება და მინდა ეხლა გავაკეთო, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია. ჩვენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნით და არავისთან არავის არ შეუერთდებით. ასე ეს იყო ჩვენ რაც ჩავატარეთ პირველი სოციალური აქცია. ეს აქცია, რომელიც შემდეგშიც გაიმართება, იქნება მხოლოდ სოციალური ხასიათის და არა პოლიტიკური. სხვანაირად რომ ხალხმა არ გაიგოს, თავიდანვე ვაცხადებ. პირადად მე ჩემ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ეს არ არის პოლიტიკური აქცია. ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ ამ თქვენი ასეთი აქტივობით და ამ პრობლემატური საკითხებით, როგორც ყოველთვის ჩასაფრებული არის ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და რაღაც გარკვეული ზეგავლენების ქვეშ მოახვედ, რომ და თავის რელსებზე გადაართონ ეს პროცესი. იცით რა, რელსებზე ვერ გადართავენ, მაგრამ საშიშროება არის იმისი, რომ რაღაცნაირად შემოვიდნენ და პოლიტიკური ხასიათი მისცენ. მაგრამ ჩვენ ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვართ და როგორ შეგვეძლება ყველანაირად გავუწევთ ამას წინააღმდეგობას. ქალბატონ რუსუდან, თქვენ ახლა ამ სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით ეს კარგი არის და მართლაც მისასალმებელი არის და მე ალბათ მიმართავ როგორც ხელისუფლებას, ასევე საქართველოს მოსახლეობას, ვინც ამ პრობლემების წინაშე დგას და ვინც არ დგას, თუ დროულად არ იქნება ეს პრობლემები მოგვარებული, ყველა დადგება აბსოლუტურად და ყველა გაიზიარებს იმ ბედს, რომელ ბედსაც ახლა თქვენ და პენსიონერები იზიარებენ, ხო? ეს ყველა უნდა იცოდეს, ეს ხელისუფლებამაც უნდა იცოდეს, მინისტრებმაც უნდა იცოდნენ და ყველა იმ საჯარო მოხელებმაც უნდა იცოდნენ, ხო? მაგრამ ნახეთ რა ხდება ახლა თქვენ ეს დაიწყეთ ეს აქტივობა, კარგი არის, მისასალმებელი არის. თქვენ არ უპირისპირდებით ხელისუფლებას, თქვენ უბრალოდ ახსენებთ თქვენ თავს ხელისუფლებას, რომ არ დაგავიწყდეთ. ჩვენ ვარსებობთ, არ დაგავიწყდეთ, რომ პენსიონერებს უნდა ყურადღება და თქვენ უბრალოდ მას თხოვთ, რომ მოდით ერთად დავსწრეთ და ვიმუშაოთ და აი ეს ჭაობი, რომელშიც ვარსებობთ პენსიონერები, რაღაცნაირად დავაყენოთ სწორ გზაზე. ამისთვის თქვენ გჭირდებათ სპეციალისტები. ეკონომისტები გჭირდებათ, რომ სწორი ეკონომიკური გათვლები უნდა გააკეთოს და სხვა დანარჩენი და თქვენ ყავთ ეს კონტინგენტი ალბათ და გეყოლებათ. კი, რა თქმა უნდა გვეყოლება და რა თქმა უნდა ჩვენ მივიზიდავთ ასეთ ხალხს, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ პენსიონერთა რიგებში ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანია, განათლებული ადამიანია, პროფესიონალია თავისი საქმის და რაც მეტი პროფესიონალი იქნება, მით უკეთესი და კიდევ არ დამავიწყდეს ისა რა ქვია, ჩვენ თავის დროზე ხელფასი გვექვითებოდა, ანუ პროცენტი გვეჭრებოდა sapensio ფონდისთვის და ესეც გაითვალისწინონ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა გარკვეული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი გვაქვს. დიახ. ქალბატონ რუსუდან, მოკლედ ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და მართლაც რომ აკადემიურ დონეზე ისაუბრეთ თქვენ. კარგი არის რომ თქვენ ამ ბრძოლას ჩაუდეკით სათავეში. კარგი არის რომ თქვენ მართლაც ყველა აბსოლუტურად მთლიანად დაუდევით სურათი არა თუ მარტო საქართველოს მოსახლეობას, არამედ ხელისუფლებას და ძვირფასო ხელისუფლებაო ეს ტკივილი აუცილებლად უნდა თქვენს გაინაწილოთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო ქალბატონი რუსუდან კოტაშვილი, ფსიქოლოგი, მეცნიერ მუშაკი, ადამიანი, რომელმაც მართლაც სერიოზულ პრობლემების წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისათვის. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით აქ ჩვენთან სტუდიაში და ეტაპობრივად ნაბიჯნამის ერთობლივად მივაღწევთ იმ შედეგს, საშედეგიც აუცილებელია ჩვენი პენსიონერებისათვის. დიდი მადლობა, კარგად ვანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.